ტელეკომპანია იმედის განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიქმნება იმედის ბანკი, რომელთაც მოხდება შემდეგ ამ ტელეკომპანიის დაფინანსება არის აბსურდი და ეს არის არა იმედის, არამედ უიმედობის გამოძახილი. ვინაიდან ქართულმაც კი გაწირა, ლიბერტი ბანკმაც კი გაწირა. ეს ტელეკომპანია დაასანქცია დიდმა ბრიტანეთმა. არც დოლარის სანქცია არ აქვს და არც ევროს სანქცია. და მით უმეტეს ლარებში რატომ უჭირს მაშინ ქართულს ან ლიბერტი ბანკს მომსახურება? იმიტომ უჭირს, რომ სანქციები არის უნივერსალური. და როგორი განცხადებაც არ უნდა აკეთოს ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულება არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ან ეროვნული ბანკის ქმედებებზე. ვინაიდან სანქციებს აწესებს სხვები, აქედან რაც არ უნდა გადარიცხო იმედის ფული, იქ არავინ არ გაატარებს. და ვინც ამ გადარიცხვას გაბედავს, ისიც დასანქცირდება. და ძალიან კარგად იცის ბიზინა ივანიშვილმა, როდესაც საქმე ფულს ეხება, მისი ყნოსვა ათმაგდება. და აი ეგერ იმედი ამბობს, რომ მიუხედავად საკუთარი რისკის ფასად აპირებს ზოგიერთი ბანკი ჩვენი მომსახურების გაწევას, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და არ ვიკადრებთ, ვინაიდან არ გვინდა რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, მათ მოუვიდესო. კი არ უნდათ, არ შეუძლიათ. აი ამაშია მთელი ძალა სანქციებისა. რაც შეეხება აი ამ ეგრეთ წოდებულ იმედის ბანკს, ჩვენი კანონმდებლობით მართლა შეიძლება მიკრობანკის შექმნა, სადაც იქნება მხოლოდ სალარე ოპერაციები და ლარში თუ 10 მილიონი ლარი აქვს ვინმეს და გახსნის ამ ბანკს შეიძლება მოემსახუროს კლიენტებს. მაგრამ სპეციალურად იმედისათვის მიკრობანკის დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდისავლას. ეს უკვე ქვეყნისათვის წარმოუდგენელი რისკის შემცველი იქნება. გაგვიყინავენ რეზერვებს როგორც რუსებს, გაგვთიშავენ სვიფტიდან, ჩამოიშლება საბანკო სისტემა, მილიონობით ადამიანი დაკარგავს ანაბარს, მათ შორის ჩვენი ემიგრანტები, რომელიც სხვათა შორის ერთი 200-მდე ზარი შემოვიდა გუშინ, რა ვქნათ გავიტანოთ თუ არა ანაბრებიო. თანაც ეს განცხადებაც კი არ იყო გუშინ იმედის მიერ გაკეთებული. ნორაფერს ნუ გაიტანთ. ვინაიდან არ შეიქმნება ასეთი ბანკი, ეს არის ახლა ფაფხური, რაღაცა ასე თქვა ცხელ გულზე განცხადებების გაკეთება და ძალიან კარგად იცის იგივე რუხაძემ და იგივე ივანიშვილმა თუ რა დაემართება მათ ბანკებს და მათ ფინანსებს ასეთი სურელური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ასე რომ თუ ივანიშვილს გაათმაგებული აქვს ფინანსური ყნოსვა და კორონასი არ იყოს ყნოსვას რო კარგავს ადამიანი, ასე არის მთლიანად პარალიზებული ნათიათურნავას ზოგადად გზნობის ორგანოები და ყნოსვის ორგანოები და რასაც დაავალებენ იმას აასრულებს ეროვნული ბანკი, ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც ამ ერთი ასე ვთქვათ კომპანიისათვის გარისკვათ ღირდეს. არავინ იმედს საფლავში არ ჩაყრება. თქვინე გუშინ და მთელი პროპაგანდა აწია იმედმა და ჩემი ფოტოები გამოაქვეყნეს. იმედი არის მომაკვდავი კომპანია. მის საფლავზე რაც გინდათ ის დააწერეთ. შეიძლება დაწეროთ რუსულად. აქ იყო ნადეჟდა. ოღონდ ამ ნადეჟდამ, ანუ იმედებმა არ გაუმართლეს. ყველა ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, ადრე თუ გვიან დამარცხდება და იმედი ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც იურიდიული პირი, კომპანია და არა ფიზიკური პირები, რომლებსაც ავიზო შეზღუდვები უწესდებოდა, ან თუნდაც ივანიშვილი, რომელსაც მხოლოდ პერსონალურად მას დაუწესეს სანქციები და ივანიშვილის დასანქცირების დროსაც კი არ ატეხილა ასეთი პანიკა, როგორც დღეს იმედთან დაკავშირებით ხდება. იმიტომ რომ ეს გაცილებით სხვა რამის მომასწავლებელია. ეს არის უკვე ნიშანი იმისა, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება გაცილებით მკაცრი და შეეხება ყველა კომპანიას უკვე. და არა ვიღაცის ასე თქვათ მოგზაურობის შეფერხებას, ყველა კომპანიას, რომელიც ემსახურება რუსულ ჯალათებს და რომლებიც ფულს შეუვლობენ უკრაინელი ადამიანების, ბავშვების, ქალების, ჯარისკაცების სისხლის ფასად. არავის ღალატი არ შერჩება. იმედი მოკვდა. მორჩა.